ვაკეში შეიძლება იგივე ღირებულების და ფასის უძრავი ქონება იყოს, ვიდრე დაუშვათ ვაშინგტონში. რა სხვაობაა ეგრეთ წოდებულ მაკლერებსა და უძრავი ქონების კონსულტაციას შორის? მაკლერობის ეტაპი ზოგადად ამ ქვეყანაში სურს რომ დასრულდეს. საქართველოს როგორც საინვესტიციო გარემო უძრავ ქონებაში რითი არის საინტერესო? ყველაზე ხელშესახები ინვესტიცია, რომელმაც დროს გაუძლო ფაცოლობის განცდას უტოლებს ადამიანებს. სტანდარტის აწევა ყოველთვის შეიძლება. ხაზგასმით არ არის ოფშორი კვიპროსი. მოგესალმებით, დღევანდელ ეპიზოდში სტუმრად გვეყოლება ადამიანი, რომელიც ასევე პირველი სეზონიდან გვინდოდა რომ ჩაგვეწერა, თუმცა როგორც ვამბობთ ხოლმე, ყველაფერს თავისი დრო აქვს. შესაბამისად, ამ ეპიზოდში, ამ სეზონზე მაქვს შესაძლებლობა სტუმრად ყვავდეს ნატალი ხახუტაშვილი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრანსფორმაცია გვექნება განსახილველი თუ როგორ დაიწყო სამედიცინო განათლებით და როგორ იყო შემდეგ მენეჯმენტში, მარკეტინგში და PR-ში და დღეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე საინტერესო ექსპერტ შემფასებელი და კონსულტანტი უძრავი ქონების მიმართულებით. გამარჯობა პირველ რიგში, მიხარია რომ როგორც იქნა გვაქვს შესაძლებლობა რომ ბითოქსში ვილაპარაკოთ ზუსტად ამ ტრანსფორმაციაზე, ამ გამოწვევებზე, დარწმუნებული ვარ უამრავ გამოწვევაზე და შეცდომებზე. და წარმატებაზე საბოლოოდ, იმიტომ რომ დღეს რასაც ხედავთ და რასაც უყურებთ, რასაც ინვესტია აკეთებს, ალბათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, როგორ შემოიტანა ევროპული და მაღალი ხარისხის მომსახურება უძრავი ქონების მომსახურების ბაზარზე ზოგადად. მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, დავიწყოთ თავიდან. 7 წელი თუ არ ვცდები, სამედიცინო განათლება, საერთოდ სხვა მიმართულება და ალბათ სხვა პერსპექტივები, რაც მაშინ გესახებოდა. კი ბატონო, დავიწყოთ. პირველ რიგში გამარჯობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის თვითონ ბითოქსი არის ძალიან საინტერესო პლატფორმა, სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე და მით უმეტეს საინტერესოა მონაწილეობა უკვე მით უმეტეს სტუმრის რანგში. რაც შეეხება ჩემს თავგადასავალს, ესე დავარქნა, სიამოვნებით გავაზიარებ, იმიტომ რომ ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს ახლა რომ არ მოწყოს თავისი ყოველდღიურობა და უბრალოდ რაღაცნაირად მოდი გავაგზავნოთ მთავარი შეტყობინება ამ ადამიანებთან, რომ ყოველთვის შეიძლება რაღაცა ცვლილების განხორციელება. რაც შეეხება მე 7 არა 5, იმიტომ რომ როგორც უკვე ახსენე, სამედიცინო სფეროში დავიწყე ჩემი რაღაც თავგადასავალი, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც ვისწავლე 5 წელი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რა თქმა უნდა, დადგა რაღაცა რეალობა, როცა იაზრებ, რომ ეხლა რა გავაკეთო, იმიტომ რომ პრაქტიკული, თეორიული ცოდნა სხვა არის და უკვე ეჯახები იმ დამოუკიდებლობას და პასუხისმგებლობას, რომელიც უნდა იყოს საკუთარ ცხოვრებაზე. ამიტომ მაშინ გავაცნობიერე, რომ შეიძლება სამედიცინო სფერო არ ყოფილიყო ის, რისი გაკეთებაც დღის განმავლობაში რაღაცა მომიდებოდა. ან სიამოვნებას მომანიჭებდა. მე დავფიქრდი იმაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში 9-დან 5-მდე სამუშაო, ან 9-დან 7-მდე სამუშაო ნიშნავს და გულისხმობს იმას, რომ დღის გარკვეულ, ან დღის ნახევარზე მეც ატარებ იმ გარემოში და ოჯახის წევრებზე მეტად ურთიერთობ იმ ადამიანებთან და იმ სფეროსთან გაქვს შეხება, რომელიც ჩვენს პროფესია დაირჩიე. და ამაზე დაფიქრების შედეგად მივხვდი, რომ ხო არ ჯობდა ცოტა პაუზა გამეკეთებინა და ასეც მომიქეცი, რასაც არასდროს ვინანებ, იმიტომ რომ ამ პაუზის პირდაპირ არ გავაგრძელე მოკლედ სამედიცინო მიმართულებით სწავლა. ავწონე რაღაცა და ახალი გამოცდილებების მოძიება დავიწყე და სწორედ ესე აღმოჩნდი მე PR-ში. საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. შემდეგ 2 წელი დავაგროვე გამოცდილება სხვადასხვა სამსახურში, სხვადასხვა პოზიციებზე, შემდეგ უკვე იყო მაგისტრატურა ამ მიმართულებით, რამაც მიმიყვანა ახალ ძალიან დიდ გამოწვევამდე, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში. რომ გავყვეთ, იმიტომ რომ სწორად აღნიშნე რა, რომ დღევანდელი ეპიზოდი შეიძლება ბევრი მსმენელისთვის თუ მაყურებლისთვის YouTube-ზე ან სხვადასხვა პოდკასტ არხებზე იყოს ინსპირაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელი თეორიულად ისწავლე სამედიცინო, რომელიც ალბათ ძალიან ბუნებრივი უნდა იყოს, რომ ამ მიმართულებას როგორც პროფესიონალი გაყვედა ეს კარიერა განავითარო, მაგრამ გადაწყვიტე, რომ რადიკალურად სხვა სფეროში გადასულიყავი. მინდა რომ ჩვენი მსმენელისთვისაც მაყურებლისთვისაც ზუსტად ეს მესიჯი იყოს რა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა პერიოდში აღმოაჩენ, რომ ეს არის შენი სფერო თუ არა, მთავარია რომ ის რასაც აკეთებ და როგორც შენ აღნიშნე, ცხოვრების და დღის უფრო მეტ პერიოდს ატარებ ზუსტად იმ გარემოში, ვიდრე ოჯახის წევრებთან და იმ გარემოში, რომელიც აირჩიე როგორც პროფესიად, ხო? თუ ეს ბედნიერებას ან სიამოვნებას არ განიჭებთ, იქნება არის სხვა რაღაც ალტერნატიული გზა. და შენ შემთხვევაშიც მინდა რომ უბრალოდ პარალელები გავავლოთ რა, სამედიცინოს განათლება თეორიული და სამბოლოოდ PR-ის და მარკეტინგის განათლება. რა პარალელები შეიძლება გავოს? რატო შეიძლება რომ ვთქვათ 5 წელი სამედიცინო განათლება მიღებულმა ადამიანმა თავი იპოვოს მარკეტინგში? რა ინსაიდები, რაღაცა წერტილები რა იპოვო, რამაც შეაერთა ეს ყველაფერი? Okay, მთავარი мотиваცია, იცი რა, ალბათ თითოეული ჩვენგანი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ფიქრობდეთ საკუთარ თავზე. ოღონდ საკუთარ თავში გულისხმობ იმას, რომ უნდა დავინახოთ და დავიწყოთ ნელ-ნელა იმის გაცნობიერება, რა გამოგვდის კარგად და ვაღიაროთ ის რა არ არის დაუშვათ კარგი ჩვენთვის, ან რა უნდა დავხვეწოთ. აი ესეთი მიდგომა საკუთარი თავის მიმართ მისაღები არის მგონია ყველაფერში აბსოლუტურად. არ აქვს მნიშვნელობა ჭურჭასურეთ ხავთ თუ სახს ვალაგებთ თუ მე უკვე რაღაცა ასისტენტის როლში ვართ თუ საკუთარ ბიზნესს მართავთ. გააჩნია უნდა ვიცოდეთ და არ უნდა შეგვეშინდეს რაღაცების გაცნობიერება და აღიარება. აი ეს წერტილი რის გამოც დაუშვათ მე გადავწყვიტე ამ ორი სფეროს დაკავშირება და როგორ აღმოჩნდი, ხო? საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით და მარკეტინგში. ზუსტად ეს იყო, რომ ფიქრობ, რომ კარგად, მეტაკლებად კარგად გამომდის ადამიანებთან ურთიერთობა. იმიტომ რომ მაინტერესებს მათთან ურთიერთობა. და ალბათ ეს არის ექიმის მთავარი მახასიათებელიც, რომ მზრუნველობა და ადამიანთან ურთიერთობა არის ის ხაზი, რომელიც ალბათ საზოგადოებასთან ურთიერთობასაც მიყვება. კი ბატონო, ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ორ ნაწილად იყოფა. აუცილებელია ეს ემპათია ქონდეს ყველა შემთხვევაში პაციენტის მიმართ, თუმცა პრაგმატულობა არ უნდა დაგვავიწყდეს და არასდროს ექიმისთვის ყველაზე ნაკლებად არის ნებადართული ემოციების გამო გადაწყვეტილების მიღება. იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდ რამეს, ანუ ადამიანების სიცოცხლესთან გვიწევს, ასე ვთქვათ, შეხება და, ექიმებს ამ შემთხვევაში მიაღარ. ალბათ იგივე პარალელია, როცა უკვე დღეს როგორც ბიზნესის მესაკუთრე და ერთ-ერთი ბიზნესის თანადამფუძნებელი, აქაც იგივე პასუხისმგებლობა არის, იმიტომ რომ ემოციური გადაწყვეტილებები ალბათ არ უნდა იყოს და ბიზნესში არის, რომ რაღაცები პრაგმატულია. თუმცა თავისუფლება ემოციურ გადაწყვეტილებებს ბიზნესში მაინც აქვს. კი ბატონო. მაგამდე ალბათ მე მივალ და კიდევ უფრო მეტად კარგად გავშლით ამ თემას. ემოციურობა ძალიან აუცილებელია, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილებების ძალიან დიდი ნაწილი, რაც არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ არის ციფრებზე დაყრდნობილი და პრაგმატული, მაინც აქვს რაღაც ემოციური ბაზისი, იმიტომ რომ ესე არის ადამიანი მოწყობილი, ჩვენ ევოლუციურად, მაინც სოციალური ცხოველები ვართ და სახეობები ვართ და შესაბამისად გარემო ფაქტორებს თუ სხვა ადამიანებს ჩვენზე იმდენად დიდი გავლენა აქვს, რომ შემდეგ აისახება ჩვენს გადაწყვეტილებებს. სწორედ აი ეს სამედიცინო სფეროს დასრულება, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მენანებოდა ანუ ის 5 წელი, რომელიც გავატარე, ის პერსპექტივები, რომელიც შეიძლება სამომავლოდ გამოჩენილიყო, მაინც გადავწყვიტე, რომ დამეხურა, იმიტომ რომ ცვლილებების და სიახლეების ზებნა ჩემთვის როგორც აღმოჩნდა, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კონკრეტულად ერთი მიმართულებით სიარული. არაფერია ცუდი ამაში. ხაზგასმით აღნიშნა, უბრალოდ აუცილებელია, რომ დავფიქრდეთ რეალურად რა გვიღირს და როგორ ხედავთ ჩვენს მომავალს. შენ ახსენე, რომ
დაუშვათ უნდა ვიპოვოთ რაღაცა სიამოვნებას გვანიჭებდეს დღის განმავლობაში, უნდა გვაინტერესებდეს და ასე შემდეგ. აი სიამოვნების მიღებას და აი ამ passions რო ეძახიან, რაღაცისკენ რომ ვიღწვით და ასე შემდეგ. ეს არ ვეთანხმები იმას, რომ ანუ აღფრთოვანებული უნდა იყოს ყოველდღიურ რეჟიმში იმით, რასაც აკეთებ. ძალიან სხვადასხვა რამ არის. ანუ აღფრთოვანებული საკუთარი საქმით შეიძლება იყოს ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიპოვოთ რაღაცა შეხების წერტილი და ის მომენტები, რომელიც ყოველდღიურობაში რაღაც აი ამ კმაყოფილების გრძნობას მოიტანს და დღის ბოლოს რო ფიქრობ და აჯამებ დღეს, კმაყოფილი ხარ დღით და კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით. ბევრი გამოწვევის მიუხედავად. ალბათ ერთ-ერთი მთავარი რაც აი ამ ხაზში არის, ალბათ უფრო თვალსაჩინოა და ნათელია მომავალის და პერსპექტივაც. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რაღაცას აკეთებ და ის დღიური რაღაცა შენი თავის თვითკმაყოფილება გააქვს, უფრო თვალნათელია სამომავლოდ სად მიდიხარ და რისკენ მიდიხარ. ალბათ ეს გზაც რომ რაღაც დონეზე ჩამოყალიბებულია და ჩანს, ეგეც სიამოვნების მიზეზი შეიძლება გახდეს. მე ძალიან შურს ესეთი ადამიანების, იმიტომ რომ ვაღიარებ და ამას გულწრფელად ვამბობ ყველგან, რომ მე არ ვიყავი ესეთი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მე არ ვიცოდი, საით მივდიოდი. იმიტომ რომ ან ჩემი ეს ბიზნეს როლი და თუნდაც და ხელმძღვანელობა კომპანიის, ენტერპრენორობა, რაღაცა დამოუკიდებლობა, გადაწყვეტილებების მიღება, ჩემთვისაც ახალია. ახალია იმ თვალსაზრისით, რომ ანუ ჩემი როლი ყოველთვის წარმომედგინა გუნდის წევრად. გუნდს სხვა მართავს და მოდი მე ვიქნებით ამ პასუხისმგებლობა ჩემი ასე ვთქვათ, დამახასიათებელი ნიშანი ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა ვიყო და მოდი, ანუ გავითვალისწინებ ამ ადამიანების ხედვას და მაქსიმალურად მივეხმარები, თუ რა თქმა უნდა, ჩემი ღირებულებებიც ემთხვევა, მოდი მივეხმარები ამ ადამიანებს ბიზნესის კეთებაში. ამიტომ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეგეც ნორმალურია, თუ ცხოვრების რაღაც ეტაპზე არ ვიცით, საით მივდივართ. უბრალოდ არ უნდა შეგვეშინდეს, რომ აი ამ რაღაცა ცვლილებებს გავუღოთ კარი. ნატალი, როგორ ფიქრობ, შენის გზა რაც გაიარე ბევრ სხვადასხვა სფეროში, დაგეხმარა იმაში, რომ საბოლოოდ გეპოვა ის, რასაც შენამობ, რომ ჩამოყალიბებულიყავი საკუთარ აზრში და მომავალი უფრო თვალნათელი ყოფილიყო. იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, სამედიცინო განათლება, შემდეგ იყო საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი, შემდეგ იყო სამედიცინო ორგანიზაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, შემდეგ იყო კონსალტინგი და ახლა უძრავი ქონება. მე ცხოვრებას ვუყურებ როგორც მიზეზების და შედეგების მომენტებს, ასე ვთქვათ. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც არ მოახდენს გავლენას შემდეგზე. ყველა ეს გამოცდილება სფეროს მიუხედავად აუცილებლად ტოვებს საბოლოო დიდ სურათში რაღაც ისეთ გამოცდილებებს, რომელიც მე უფრო ნათელს ხდის, საით მივდივართ და საით მიდის ზოგადად ჩვენი განვითარების გზა. თავარია მართლა რომ არ გაჩერდე და ყოველთვის დაფიქრდე, რატო მოხდა ის, რაც მოხდა. გამოწვევა იქნება ეს ადამიანებთან ურთიერთობა, აქ მარტო ბიზნესზე არ არის საუბარი. რაღაცა მე ძალიან მიხმარება და ჩემთვის შეიძლება აი გარდამტეხი მომენტი იყო ნამდვილად კარიერაშიც და პიროვნულად ზრდისთვის ასე ვიტყვი თუ ძალიან ხლამაღლა არ ჟღერს. ფაქტია. რომ აი ამის გაცნობიერება, რომ არაფერი ხდება უმიზეზოდ და დღეს რაც ხდება ნებისმიერი მიმართულებით აუცილებლად აისახება მეორე დღეს და გარდაიქმნება გამოცდილებაში, რომელიც ხვალ თუ არა ზეგ აუცილებლად გამოგადგება. სანამ ეპიზოდი დასრულდება, ჩვენი პარტნიორის შესახებ გიამბობთ. Bitox ახალი პარტნიორი ყავს IBCCS Tax საქართველო. საერთაშორისო საგადასახადო საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ჩვენც გვიწევს მომსახურებას. თუ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ მაღალი ხარისხის იურიდიული, საბუღალტრო ან საგადასახადო სერვისები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მიიღოთ მათგან ევროპული ხარისხის სერვისი. ახლა კი დაუბრუნდეთ ეპიზოდს. მოდი ნატალი, გავშალოთ თემა შენ როგორც დასაქმებული და შენ ეხლა როგორც დამსაქმებელი. იმიტომ რომ აღნიშნე შენს, რომ რაღაცა პერიოდი იყავი ამ პოზიციაზე,
და ემსახურებოდი რაღაც იდეას და დღეს ამ იდეას შემქმნი და გარემოსაც შემქმნი, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ეხლა არის პროცესი თანამშრომლების და გუნდის წევრების შევსების, ხო, ინვესტიაში. შესაბამისად, აი ეს სხვაობა შენს თავში რაც ცვლილებებს იწვევს, იმიტომ რომ ბევრი მე ერთ ეპიზოდში ვთქვი კიდეც, რომ არსებობდნენ ადამიანები და მე ვეუბნებოდი ხშირად, რომ იცით რა, თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია დამოუკიდებელ საქმიანობას და აუცილებლად გადადგით ეს ნაბიჯი დაიწყეთ საკუთარი საქმის კეთება, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ ალბათ ეს საქმე ყველასთვის არ არის. ანუ ყველა სიამოვნებას არ ანიჭებს, რომ თავისი საქმე აკეთოს. იმიტომ რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა არის. შენ შემთხვევაში როგორ იყო ეს ტრანსფორმაცია? იცი რა, დამსაქმებლის პოზიციიდან ყურების გარდა ეს ყველაფერი და ზოგადად ბიზნესის მართვა მოითხოვს კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტის გაძღოლას და გადაწყვეტას. გავლას. გავლას. ეს არის აზროვნების ცვლილება, ანუ ინგლისელები რო ამბობენ mindset-ი. იმიტომ რომ ისაუბრე ენტერპრენერებზე, თუმცა ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩემთვისაც არ იყო ეს მაშინ რაღაც ისეთი ხილული გზა და აი მაშინ იცვლება დამოკიდებულება ზოგადად საქმიანობის მიმართ, როცა იცვლება ეს აზროვნება და მენტალიტეტი საქმის მიმართ. ანუ გვინდა უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება, რომელიც ბიზნესის წარმართვას და ყოველდღიურ მენეჯმენტს ახლავს თავს. თუ გვინდა რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ყოველდღიურობაზე, ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე და ვიყოთ ერთი გუნდის ნაწილი. რაც შეეხება დამსაქმებლის პოზიციას, სხვაობა არის ის, რომ უფრო მეტი ფიქრი მჭირდება, რომ ვიპოვო გუნდის წევრი და არა უბრალოდ დასაქმებული. მჭირდება, რომ შეიძლება კვალიფიკაციით იყოს ეს ადამიანი, ან ნებისმიერი კანდიდატი, აი იდეალურად შეესაბამებოდეს ყველა იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნას, რომელიც შეიძლება ამ პოზიციას ჭირდებოდეს, თუმცა როცა მით უმეტეს კომპანია ახლიდან იწყებს გუნდის შევსებას და საწყის ეტაპზეა მიმართულებით კულტურის ჩამოყალიბების პროცესში. ჩამოყალიბებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საქმე ვაკეთოთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც სამსახური არ არის მხოლოდ 9-დან 6 საათამდე, თუ 9-დან 5 საათამდე სადღაც ლოკაცია, სადაც ამ დროს გაატარებენ. გასაგებია. მოდი ნატალი, ახლა შევეხოთ სფეროს, რომელშიც შემოხვედით ალბათ განსაკუთრებული შეთავაზებით, იმიტომ რომ თქვენ შემოიტანეთ მეთოდი, რომ უძრავი ქონება არ არის მხოლოდ იყიდე-გაყიდე და ეს არის ჩვეულებრივ ალბათ ისეთივე სერვისი, რომელიც როგორც სამედიცინო დაწესებულებაში თუ საკონსულტაციოში ან სხვა ნებისმიერ ორგანიზაციაში ეს პროდუქტი თუ მომსახურება, ზუსტად ისეთივე ხარისხით უნდა მიიღო, როგორც აქამდე ხსენებულ სფეროებში. და დღეს თქვენი წარდგენა, როგორც ხდება მომხმარებლებთან, თქვენ ხართ უძრავი ქონების კონსულტანტები. რა სხვაობაა ეგრედე წოდებულ მაკლერებსა და უძრავი ქონების კონსულტაციას შორის? ნუ სხვაობა რომ დიდი ამაზე არ დავაქვთ დარწმუნებული ვარ, უბრალოდ რომ ჩავშალო ეს თემა, ეს მაკლერობის ეტაპი ზოგადად ამ ქვეყანაში მე და ძალიან ბევრი ადამიანი სხვათა შორის, ვინც იგივენაირად უყურებს, როგორც მე ვუყურებ უძრავი ქონების სფეროს, სურს რომ დასრულდეს. ეს არის რაღაცა დიდი მიზანი, რომელსაც სხვადასხვა ადამიანებთან პარტნიორობთ და ვერთიანდებით. იმიტომ რომ უძრავი ქონების მიმართულება უნდა შევხედოთ, ეს არ არის მხოლოდ ყიდვა და გაყიდვა. ეს არის ინვესტიცია. არ აქვს მნიშვნელობა სახს ვიძენთ ჩვენ უბრალოდ ჩვენს საცხოვრებელი მიზნით, თუ იმისთვის რომ ჩვენ თვითონ დავამენეჯმენტოთ დამოუკიდებლად. ყველა შემთხვევაში ეს არის ყველაზე ხელშესახები ინვესტიცია, რომელმაც დროს გაუძლო და ოდითგანვე რაღაც მოყვება. დაცულობის განცდას უტოვებს ადამიანებს, რომ აქვთ ქონება, აი ამის ყველაზე კარგად გააზრება ხდება სწორედ უძრავ ქონებაზე საუბრის დროს. ამიტომ ყიდვა და გაყიდვის ეტაპს რაც უფრო მალე მოვრჩებით და უფრო კომპლექსურად შევხედავთ ამ სფეროს, კიდევ უფრო მარტივი იქნება
კარგი გადაწყვეტილებების მიღება. ნუ საბედნიეროდ უკვე ძალიან დიდი სხვაობა მაკლერსა და უძრავი ქონების მრჩეველს შორის დღევანდელ დღეს თუნდაც ჩვენთან საქართველოში და ძალიან ბევრი ადამიანმა დიდი ძარცმა მოაჩადო ამაში. ნუ ვიტყვი აღნიშნავ რომ მეც პირადად და ჩემო ბიზნეს პარტნიორებმაც. თუმცა ასევე აუცილებლად უნდა ხაზგასმით აღინიშნოს ის გამოცდილება, რომელიც დავაგროვეთ კონსალტინგის პერიოდში, როდესაც ადამიანებს, ვინც საქართველოში ბიზნესის კეთებით იყვნენ დაინტერესებული, აქ ძირითადად საუბარი არის საერთაშორისო ინვესტორებზე და ენტერპრენერებზე, ვეხმარებოდით ბიზნესის წარმოებაში, ყოველდღიურ მენეჯმენტში და ასე შემდეგ. მოთხოვნიდან გამომდინარე, უკვე გადავინაცვლეთ უძრავი ქონების სფეროში, იმიტომ რომ უძრავი ქონება არის ყველაზე ხელშესახები ინვესტიცია და დაცულობის განცდას უტოვებს იმ ადამიანებს, ვინცაც საკუთარი ფინანსების დაგვანდება სურს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაზე მომგებიანი ინვესტიცია არ არის უძრავი ქონება. ყოველთვის აღვნიშნავ, მეც და მადლობა რომ კიდევ ერთხელ ახსენე ეს თემა არ არის ყველაზე მომგებიანი, თუმცა კიდევ ამბობ დაცულობის შეგრძნებას ოდითგანვე ადამიანებს უტოვებს. ეს იმიტომ რომ არის ხელშესახები, შეგვიძლია დავინახოთ, შედეგი ნახოთ 2 თუ 3 წელიწადში და ასე შემდეგ. სწორედ ამ სფერო ვითარდება რასაკვირველია, თუმცა მაინც ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. ნატალი, როგორ ფიქრობ, შენი ღირებულება რაც უძრავ ქონებაში შემოგაქვს, შენ და შენს კომპანიას, რომელსაც წარმოადგენ, ეს რა არის? იმიტომ რომ იმ სფეროებსაც გავყევით, განსხვავებული სფეროა კიდევ ერთი, სადაც როგორც აღნიშნე, რაღაც იპოვე უფრო საკუთარი თავიც და მომავალიც უფრო თვალნათელი გახდა, ალბათ. შენ რა ღირებულებას ქმნი ამ ყველაფერში და რა უპირატესობა გაქვს როგორც კომპანიას, როგორც თანადამფუძნებელს ბაზრისთვის? ხო, ცოტა შორიდან დავიწყებ. საერთო კომპონენტი, რომელიც ალბათ ყველა ჩემ გამოცდილებას და კარიერულ გზას აერთიანებს, არის უფრო დიდი მიზნის დანახვა, ვიდრე ყოველდღიურობა ნებისმიერ სფეროში. უფრო დიდი მიზანი უძრავ ქონებაშიც და სხვა სფეროებშიც ყოველთვის თამამად შემიძლია ვთქვა, იყო ყოველდღიურობის გაუმჯობესება და არა მხოლოდ პიროვნული. რაც უფრო კარგია გარემო და უფრო მეტი ადამიანია შთაგონებული, რომ კიდევ უფრო კარგი გადაწყვეტილებები მიიღოს, იქნება ეს სოციუმისთვის თუ ბიზნესის განვითარებისთვის. აი ეს კომპონენტი ვცდილობ რომ დავიცვათ დღესაც და ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ინვესტიაშიც ამას ვახორციელებთ. ან ინვესტია ამკვიდრებს და ხმამაღალი განაცხადი ფიქრობ რომ არ იქნება ახალ სტანდარტს. სტანდარტს რომელიც მივიღეთ საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობების შედეგად. ხო, გამოცდილება დაგროვდა და გადაითარგმნა. ბევრი გამოწვევა, იმიტომ რომ ყველა მარკეტი ეს ემოციებზე რომ ვისაუბრეთ, აქაც ძალიან კარგად ჩანს. ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერი წარმომავლობის ინვესტორი იქნება თუ უბრალოდ მყიდველი, საკუთარი გამოცდილება აქვს და მოძებნა გასაყების და კომუნიკაციის იმ არხის, რომელიც მისთვის არის მისაღები, განსაკუთრებით როცა იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე ათასიან ინვესტიციას ეხება, თუ მილიონებზე არ გვაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, ხომ? რიგით ადამიანზე რო ვისაუბროთ, შეუძლებელია ეს იყოს მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობით. ამიტომ ეს ემოციური ბმის დაჭერა თუმცა ისე რომ არ გამოვიდეთ პროფესიული ჩარჩოდან, მგონი რომ არის ჩვენი ნიშანი. კი, ჩვენს ერთ-ერთ ეპიზოდში ვახსენეთ ზუსტად იმ მაყურებლებისთვის და მსმენელებისთვის, რომლებიც სტარტაპერები არიან, ახალ წამოწყებაზე არიან და იმ ეტაპზე არიან, რომ ეძებენ პოტენციური ინვესტორს, ქონდა მაშინ ეს თხოვნა, რომ გაითვალისწინონ, რა თქმა უნდა, ან რეკომენდაცია, რომ არც ერთი ინვესტორი, ეს უძრავი ქონება იქნება თუ სტარტაპი თუ ანგელოზი ინვესტორი, ცდილობს რომ არასდროს არ დაინვესტიროს ან ჩაასხას თანხა იმაში, სადაც ემოციური მარ აქვს. იმიტომ რომ პირველ რიგში ინვესტიცია მიდის პირადი გადაწყვეტილებებით და შემდეგ უკვე ამყარებ ამას ციფრებით თუ სხვადასხვა მონაცემებით. რომ დაუბრუნდეთ საქართველოს უძრავ ქონებას. როგორც ახსენე, ინვესტია არის უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც
როგორც ქართველ კლიენტებს ურჩევს საქართველოში და ფარგლებს გარეთ უძრავ საინვესტიციო ქონებას, ისევე პირიქით უცხოელებს ურჩევს საქართველოს როგორც საინვესტიციო გეოგრაფიულ ადგილს. რა უპირატესობა აქვს საქართველოს სოფლიოს რამდენიმე ვთქვათ კონკურენტ ლოკაციასთან შედარებით, საქართველოს როგორც საინვესტიციო გარემო უძრავ ქონებაში რითი არის საინტერესო? საქართველოს საინტერესოა უძრავი ქონების გარემოში პირველ რიგში, იმიტომ რომ კიდევ კარგად არ არის აღმოჩენილი და ჯერ კიდევ ბევრი დამალული ფართო მასისთვის და ფართო მასშტაბით დამალული საინვესტიციო პოტენციალი შეიძლება რომ ვიპოვნოთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თვითონ ინვესტორის დამოკიდებულებაც, იმიტომ რომ ყველასთვის შეიძლება ეს არ იყოს, ვიღაცას ურჩევნია რომ ნაკლები შემოსავალი მიიღოს, თუმცა განცდა კონდეს დაცულობის და ასე შემდეგ და ციფრებთან ერთად ასევე გასათვალისწინებელია, როგორი ბიზნეს გარემოა ქვეყანაში, რამდენად მარტივია უძრავი ქონება. როდესაც საუბრობთ პირობითად ესპანეთში ან დუბაიში უძრავ ქონებაზე, ანუ ხშირად ბოლო პერიოდში ხშირად ხდება რომ ადარებენ, იგივე ვაშინგტონზე იყო საუბარი, რომ ვაკეში შეიძლება იგივე ღირებულების და ფასის უძრავი ქონება იყოს, ვიდრე დაუშვათ ვაშინგტონში. და ცალსახად არასწორად მიმაჩნია ეს შედარება, იმიტომ რომ რეგულაციები ამ ქვეყნებში არის რადიკალურად განსხვავებული. დამისახელეთ კიდევ ერთი ქვეყანა, ალბათ მოიძებნება, მაგრამ ესე მასიურად ნამდვილად არა, სადაც უძრავი ქონების შეძენა შეგიძლიათ რამდენიმე საათში. ან თუნდაც ერთ სამუშაო დღეში. ეს მიყვარს ხოლმე ინვესტორებთან და ზოგადად ჩვენს ასე ვთქვათ, თუნდაც ყიდველებთან საუბარი, განსაკუთრებით თუ უცხოელები არიან და იმ სახის დანახვა მიყვარს, როცა იგებენ, რომ შეიძლება რომ უძრავი ქონების ფლობელები უბრალოდ გახდნენ დაახლოებით 1-2 საათში. თან იპოთეკური სამუშაო დღეში. თუნდაც იპოთეკური სესხით მიუხედავად იმისა, ვიზითა თუ სჭირდებათ ჩამოსვლა თუ ვიზოთ. და უფრო მეტიც, ჩამოსვლაც არ ჭირდებათ, მოდი ესეც აღვნიშნოთ, რომ სრულიად დისტანციურად შეიძლება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ სწორად შევარჩიოთ ის პარტნიორები, რომელსაც ლოკალურად დავუკავშირდებით და ვანდობთ ესეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და წარმოების პროცესს იურიდიული კუთხით, თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი გასათვალისწინებელი, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართებაში, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. გასათვალისწინებელია, ანუ რამდენად გამჭვირვალეა პროცესი გადაფორმების, რამდენად მაღალია რისკები, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს, ასევე გასათვალისწინებელია, რასაც გადასახადები რასაკურველია, რომელიც არის ქვეყნები, სადაც ბოლომდე მფლობელი ვერ იქნება, ვერ გახდები, იმიტომ რომ მიწა, რომელზეც უძრავი ქონება არის და შენობა არის აშენებული, ეკუთვნის სახელმწიფოს. ეს არის ნიუანსები, რომელსაც ერთი შეხედვით არ ვეცნობით ხოლმე და არ ვუკვირდებით, თუმცა გასაღებია სწორი გადაწყვეტილების მისაღებად უძრავი ქონების მიმართულებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობ, რამდენად არის ათვისებული საქართველოს ეს შესაძლებლობები და მიტანილი ბაზის? გასაგებია, როგორც აღნიშნე, ჯერ კიდე არ არის აღმოჩენილი საქართველოს როგორც ლოკაცია საინვესტიციო უძრავ ქონებაში და ალბათ ბევრი სხვა მიმართულებითაც, მაგრამ შენ როგორ ფიქრობ, რამდენად არის რაღაც პროცენტით ათვისებული და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს ათვისებული ეს უპირატესობები? გარკვეული ნაწილი მოდი ესე ვთქვათ, რომ ანუ მთლად დამალულიც აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენი წვლილიც ალბათ ძალიან მცირედ თუ შევიტანეთ იმაში, რომ საქართველოს პრომოუშენი გაგვეკეთებინა და უფრო მეტ ადამიანს გაიგო აქ უძრავი ქონების პოტენციალზე და ზოგადად ბიზნესის წარმოების, თუმცა ანუ გარკვეული ნაწილი უკვე აღმოჩენილია, მაგრამ კიდევ ბევრი დარჩა, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება რომ კონცენტრირდეთ, როცა ეხება საქმე უძრავ ქონებას. ძალიან აქტიურად ახლა ტრენდივით არის რომ უკვე მოთხოვნა გაიზარდა უფრო დახვეწილ უძრავ ქონებაზე, ლაქშარი უძრავ ქონებას გულისხმობ, ვინც ნამყოფია, ზოგადად მარკეტის სტანდარტის აწევა ყოველთვის შეიძლება და სწორედ რომ საქართველო არის ერთ-ერთი კარგი ლოკაცია თუ გვინდა რაიმე სიახლის და უფრო ხარისხიანი პროდუქტის განვითარება. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და პირველ რიგში ეხება უძრავ ქონებას. ანუ ის პროექტები, რომლებიც არის გამორჩეული და მართლა ვითავრებს development-ი, რასაც ქვია,
და უკვე კონცეფტს ქმნის, რომ სახლი ან უძრავი ქონება, ანუ უძრავი ქონება არ არის მხოლოდ სახლი ან სამშენებლო რაღაც მრავალსართულიანი კონსტრუქცია და ასე შემდეგ. ანუ დეველოპმენტი, რასაც გულისხმობს, რომელი პროდუქტიც ამას ასახავს, ისეთ პროექტებზე კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა. უნდა გამოვიდეთ იმერიდან და იმ პერიოდიდან, როდესაც და გამოვდივართ მე მგონი წარმატებით და ვიაზრებთ, რომ უძრავი ქონება არ არის რაღაც მრავალბინიანი კონსტრუქციების ერთობლიობა. ეს არის განვითარება არეალის გარემოსი და შემდეგ უკვე რეგიონისაც. რომ განვიხილოთ ქართველ პოტენციურ მყიდველს რა უპირატესობები შეიძლება გქონდეს უძრავი ქონების საყიდად კვიპროსში ან ემირატებში და როცა ადარებს თქვა საქართველოს უძრავი ქონებას რა უპირატესობები არის თქვა საზღვარგარეთ თანხის ჩასადებად. რამ შევადაროთ, დავწყები კვიპროსით 300 მზიანი დღე შეიძლება რომ სრულიად საკმარისი იყოს გადაწყვეტილების განმავლობაში, იმისთვის რომ ჩვენი ფინანსები კვიპროსისკენ მიმართოთ, თუმცა აქ რამდენიმე ჰაილაითია, პირველი ის რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ასევე ის რომ ძალიან გამჭვირვალე სისტემა აქვს და კარგი ბიზნეს გარემოა ზოგადად ნებისმიერი მიმართულებით, ანუ ბიზნესის წარმოებისთვის. თან როგორც იცი, ახლა დაწყებული აქვს პროცესი შენგენის ზონაში გაწევრიანების. მინდოდა რომ ეხსენებინა, შენგენის ზონაში გაწევრიანების პროცესის დაწყებულია და ანუ მოლოდინია რომ ერთ წელიწადში ეს პროცესი დასრულდება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ინვესტორებისთვის ამ ლოკაციას და ასევე მთავარია რომ გახდა ბიზნეს ძალიან ასე ვთქვათ აქტიური ბიზნეს ჰაბი საერთაშორისო კომპანიებისთვის კვიპროსი. თან ბოლო 10 წელია კვიპროსი უკვე არის არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არა იმიტომ რომ ოფშორია, არამედ 10 წელია უკვე აღარ არის ოფშორი. პირიქით, ხო, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რაღაცა ძველი წარმოდგენები კიდევ მოყვებათ ხოლმე დაინტერესებულ ადამიანებს და ხაზგასმით არ არის ოფშორი კვიპროსი, არის ძალიან გამჭვირვალე და ძალიან კარგი გარემო ბიზნესის გასაკეთებლად და ამას რამდენჯერმე იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ შეცვლილია უძრავ ქონებასთან აქვს პირდაპირი კავშირი. ადამიანები და კომპანიები გადადიან, აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ერთეულ ინვესტორებზე. რომლებიც ან ენტერპრენერებზე, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, რომ საკუთარი ბიზნესი გადაიდანოს. აქ საუბარია დიდ კორპორაციებზე და კომპანიებზე, რომლებიც თავისი დასაქმებული ადამიანებთან ერთად, თავის ოჯახის წევრებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას, რომ გადავიდეს და ბიზნესი აკეთოს იმ გარემოში, რაც კვიპროსი თავაზობთ. რაც შეეხება შეყარებული ვარ, ალბათ მეტყობა. და სწორედ ეს არის ინვესტორებისთვისაც საინტერესო, იმიტომ რომ კიდევ უფრო გაზრდილი მოთხოვნა, რასაკვირველია მოთხოვნას კონკრეტულ ლოკაციაზე და ქვეყანაზე, მოთხოვნას ავტომატურად ზრდის უძრავ ქონებაზე და მოკლედ რაც შეეხება ემირატებს? ემირატების შემთხვევაში იგივე შემიძლია რომ თქვა, ასევე ბიზნეს გარემო არის კიდევ უფრო დაცული გარემო იმისთვის რომ ანუ როგორც ბიზნესი წარმოებდეს, ასევე ანუ რელოკაცია განხორციელდეს, თუ კი ადამიანები გადაწყვეტენ რომ იქ გადავიდნენ და უშუალოდ და გადაიტანონ საკუთარი საქმიანობა, თუმცა კიდევ ერთი დუბაიში ვინც ნაყოფი ალბათ ამითანხმება რომ აქვს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი. ძალიან უჭირს იმ ადამიანებს, ვინც დუბაიში გარკვეულ პერიოდს ატარებენ. არ გულისხმობთ რა თქმა უნდა უბრალოდ ვიზიტით ჩასვლას, შემდეგ გადაწყობა და სხვა ქვეყანაში გადასვლა, იმიტომ რომ 24/7-ზე მომსახურების მაღალი დონე უკვე ყველაფერს ცვლის და სხვა სტანდარტებს აწესებს. და ალბათ მნიშვნელოვანია ასევე ის შემოსავალი, რომელსაც აგენერირებს თქო ინვესტიცია კვიპროსში, ინვესტიცია დუბაიში და ინვესტიცია საქართველოში საბოლოოდ ამ მზიანი დღეების მიუხედავად ალბათ ამ ციფრებზეც დავდივართ და აქაც შეიძლება რაღაც სხვაობები იყოს და ალბათ უპირატესობებიც. კი, რასაკვირველია, უბრალოდ ნებისმიერი ლოკაციის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მყიდველმა თუ ინვესტორმა განსაზღვროს მისთვის რა არის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჩავშლით ცოტა ამ თემას. მაგალითად, ვისაუბროთ ინვესტიციაზე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულება. უკუგება არის ცალსახად მნიშვნელოვანი, თუმცა ვიღაცისთვის, რომელიღაცა ინვესტორისთვის უფრო მნიშვნელოვანია capital gains.
რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული წლების შემდეგ რამდენად შეძლებს, კი ბატონო, გარკვეული სეგმენტი მიმართულია გარემონტების ფლიპინგს რო ეძახიან, მოკლედ, ეს გასარემონტებელი ვიყიდე, გავარემონტე და გავყიდე. Off-plan აუცილებლად მშენებარე რეკონსტრუქციებში შეძენას აქვს თავისი ბენეფიტები, თუმცა უნდა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოიყოს ეს. ანუ გვინდა ის შემოსავალი ახლავე დაგენერირდეს და ამიტომ ვირჩევთ უკვე გაქირავებულ ან ზაქონებას გასაქირავებლად, თუ გვირჩევნია რომ ანუ დავზოგოთ თანხა შედარებით ნაკლები დავაბანდოთ მშენებარე პროექტში, რომელსაც ძალიან ხელსაყრელი და მიმზიდველი გადახდის პირობა აქვს, თუ აი ამაზე უნდა შევადაროთ და ბევრი ესეთი ნიუანსია მოკლედ. ეპიზოდის დასაწყისში დავსვი კითხვა, რა უპირატესობები შემოიტანა ბაზარზე ინვესტიან მეთქი. და ალბათ აი ეს არის პასუხი, იმიტომ რომ მომხმარებელთან როცა ხდებით და განიხილავთ შესაძლებლობებს, რისკებს, ალბათობებს, საგადასახადო კუთხით თუ იურიდიული კუთხით, რა ფორმით მიზანი რა და ამ მიზნის შესაბამისად უკეთებთ ოფერებს, ალბათ ეს არის ის მაღალი სტანდარტი, რაზეც საუბრობდი ეპიზოდის დასაწყისში. მსმენელების და მაყურებლის ასევე ვიტყვი, რომ თუ რომელიმეს დაგაინტერესებთ ინვესტიასთან უმოკლესი გზა დასაკავშირებლად, შეგიძლიათ მოგწეროთ ჩვენ, დაგვიკავშირდეთ და აუცილებლად ვეცდებით, რომ უმოკლესი გზა გასწავლოთ, ან გითხრათ, ან დაგაკავშიროთ პირდაპირ ინვესტია და თავად ნატალია. გადაცემის ჩვენი ეპიზოდის ბოლოსკენ ჩვენი პარტნიორის საჩუქარი გადმოგცეთ. ეს არის ჩვენი საერთაშორისო საგადასახადო საბუღალტრო იურიდიული კომპანია. და რომლებიც ასევე ოპერირებენ ამ ბაზრებზე, რომლებიც ახსენე და ვფიქრობ საინტერესო კოლაბორაციები გექნებათ. მადლობა ნატალი სტუმრობისთვის. როგორც აღნიშნე ეპიზოდის დასაწყისში, წინა სეზონში გვინდოდა ამ გადაცემის ჩაწერა, თუმცა ყველაფერი ზუსტად იმ დროს ისე ხდება, როგორც საჭირო. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებები. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სასარგებლო რომ არ იყოს დარწმუნებული ვარ რომ შენც არ იქნებოდი ამ პროექტში. სასარგებლო არის, მოდი ძალიან ბევრი პროექტი არსებობს ეს მსგავსი შეიძლება, მაგრამ ქართველ მაყურებელზე და ქართველ ინტერპრენერებზე მორგებული ცოტა თუ მახსენდება, ამიტომ ეს ინფორმაცია რომელიც აღზრდება, სწორედ მიმართულია იმისკენ, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არ შეეშინდნენ გამოწვევების თუ ცვლილებები. მგონია რომ ყველა სტუმარი რომელიც აქ მოდის, აი ამას აზიარებს და თავისი კარიერული გზით ამას ამტკიცებს. დღესაც ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა, იმიტომ რომ დღევანდელი სტუმარი იყო თვალსაჩინო მაგალითი ტრანსფორმაციის და თვით რეალიზაციის პროცესი, როცა ვთქვათ სტუდენტობიდან რაღაცა სწავლობ და შემდეგ აღმოაჩენ ახალ შესაძლებლობებს შენ თავში, ახალ მიზნებს და ამ ახალ მიზნებზე არ დანებდები და არ იტყვი, რომ ის რა ახლა უკვე გვიანია ვთქვათ ახალ საფეხურზე გადასვლის და აღმოაჩენ, რომ საერთოდ სამედიცინოდან შეგიძლია მოხვდე უძრავ ქონებაში და ზუსტად იგივე ხარისხით ძალიან კარგად ემსახურო იმ საქმეს. ვფიქრობ დაგაინტერესებთ ის შეთავაზებები, რაც ნატალის და ნატალის კომპანიას ჰქონდა, შესაბამისად გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვიყურეთ YouTube-ზე და გვისმინეთ სხვადასხვა პოდკასტებზე, სხვადასხვა არხებზე და თუ ფიქრობთ, რომ საინტერესოა თქვენი ამბავით, შეგიძლიათ მოგწეროთ და შემდეგ სეზონში შეიძლება თქვენ მოხვდეთ ჩვენი სტუმრებისთვის. ჩამონათვალში.